მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ გაფორმდა კომუნიკე. მანამდე კი საქართველოს მთავრობის მეთაური ტაჯიკეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. მედიისთვის გაკეთდა ერთობლივი განცხადებების. ლიდერებმა აქცენტი კავშირების გაძლიერებასა და იმ შესაძლებლობებზე გააკეთეს, რომლებიც ორივე ქვეყანას დამატებით სარგებელს მოუტანს. თუმცა კოროშინაძე გვერდება თემის ეტელებით პირდაპირ ეთერში. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დასრულდა. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოს დელეგაციას, მათ შორის მათ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გამართეს უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც უკვე აღნიშნეთ, საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა. ორი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციას, მათ შორის შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან. არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ეს არის მემორანდუმები, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს ახალ ნიშნულზე გადაიყვანს და მათ შორის საქართველოს მთავრობის მეთაურისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ მიიღეს მათ ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს ახალ სტიმულს მისცემს. რაც შეეხება უკვე დღევანდელ დღესაც საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოს დელეგაციას, მათ შორის მთავრობის მეთაური იმყოფებოდა დუშანბეს საგამოფენო ცენტრში. ვიზიტი თავის მხრივ შეაფასეს დელეგაციაში მყოფმა მინისტრებმა, მათი განცხადებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა, რასაც ეკონომიკური დატვირთვა აქვს. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში. შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ სამი შეთანხმება იყო ხელმოწერილი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე არის პერსპექტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური საჯარო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების კულტურის სფეროში და ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი, ქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მადლობა მინდა გადავხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას კულტურული ასociaციისთვის. პირველად განხორციელდა ტაჯიკეთში მაღალი დონის ვიზიტი, უმაღლეს დონეზე ჩატარდა შეხვედრები ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებებს, რაც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის განვითარდეს ურთიერთობები. ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით, მოცემულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო და მათი ინტერესი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს გავლით მოხდეს ტაჯიკური ტვირთების გადაზიდვა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია. ეს არის ყოველთვის კარგი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური სავაჭრო საკითხები იყოს განხილული უკვე ინსტიტუციურად ეკონომიკური კომისიის ფარგლებში. შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში ერთი მხრივ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომელიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ აჩქარდეს დედაქალაქ შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა. დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმას, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროექტები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის, მათ შორის ანაკრის ხმაწყლოვანი პორტი, მათ შორის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ღირებულების მატარებელია. ვიზიტის ფარგლებში უკვე დღეს დუშანბეში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე პარლამენტის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის ცენტრალური ადგილი, ერთ-ერთ ქუჩას რუსთაველის სახელობის ქუჩა ეწოდა, მათ შორის დღესვე გაიხსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი.
უმნიშვნელოვანესია, რომ ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან მოხარული ვარ, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი და ქუჩა გაიხსნა, იმდენად რამდენადაც კულტურა არის ის თემა და კულტურული დიპლომატია არის ის, რაც ადამიანების გულებთან პირველი მიდის და მართლაც ასე მოხდა, რომ აქ მოღვაწე ქართველებმა ესეთი ინიციატივა გამოთქვეს და ეს დარჩება საუკუნოდ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების ცხოვრებაში, იმდენად რამდენადაც შოთა რუსთაველი მართლა აერთიანებს იმ იდეებს, რითიც მსოფლიო მშვიდობით, ხალხთა შორის სიყვარულით და ყველაფერი საუკეთესოთი და მაღალი ჰუმანისტური იდეებით გვაერთიანებს. მე იმედი მაქვს, რომ სხვა კულტურული მიმოცვლაც გვექნება. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დუშანბეში 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. ზოგადად საქართველოსთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის მნიშვნელოვანი, რადგან მათთვის საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა. ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული შეხვედრები დაასრულა. რიგით მეათე კონფერენცია წყალტუბოში გაიმართა, სადაც იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებთან ღია დისკუსია შედგა. კონფერენციაზე ახალგაზრდებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განათლებისა და დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. კონფერენციების მთავარ მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრა წარმოადგენს. დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება. ახალგაზრდების მზარდი რაოდენობა განათლების მისაღებად სხვადასხვა დიდ ქალაქებში გაედინებიან, იქვე საქმდებიან და შემდეგ პატარა რაიონებში აღარ ბრუნდებიან, რომ თავიანთი მიღებული ცოდნა მოახმარონ რაიონს. მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენ რა ნაბიჯებით უზრუნველყოფთ, რომ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეს განათლებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100%-იანი ქველმოქმედება არის და ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრგან მინახავს უნივერსიტეტები. როდესაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიუში ვიმყოფებოდი, აი მართლა აღფრთოვანებული ვიყავი იმ სილამაზით, იმ ყველაფრით, რაც იქ არის გაკეთებული და ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო უნივერსიტეტი არის. მე აქედან მინდა რომ მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას და მის ოჯახს, მადლობა მინდა უთხრა ცოტნეს, იმიტომ რომ შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ხშირად გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალგაზრდებს ეხება, მათი მონაწილეობის გარეშე ხდება და რა გზით შეიძლება მათი ჩართულობა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდული საბჭოები ფინანსდება მერიებისგან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთად დავწყდეთ, შევიმუშაოთ გარკვეული პროექტები და შემდეგ წარუდგინოთ მუნიციპალიტეტებს, მერიებს, დავაფინანსოთ აქედან და შემდეგ ჩვენს თანატოლებს ძალიან მაგარ ახალგაზრდებს ძალიან მაგარი პროექტები შევთავაზოთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კი გახლავთ უკვე ახალგაზრდული სივრცეების არსებობა, სადაც ჩვენ შეგვეძლება რომ შევიკრიბოთ, დავამუშაოთ ეს იდეები, გამოწვევები დავამუშაოთ, ერთ და იგივე რაღაცა პროექტად ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ ხელისუფლებას შევთავაზოთ. ვცდილობთ განმოვითაროთ ჭიათურა როგორც ტურისტული ქალაქი და მოვიზიდოთ უცხოელი სტუმრები, უცხოელი მეგობრები. ყველანაირად ვცდილობთ ამის განვითარებას და გვაქვს სერტიფიცირებული გიდების პრობლემა. თუ არის შესაძლებელი რომ მულტიფუნქციურ ცენტრთან კავშირი დაამყაროთ, ვინმე აი სერტიფიცირებული გიდები, რომელსაც შეუძლია სხვების გადამზადება, ისინი მოიწვიოთ და რამოდენიმე ახალგაზრდა თუნდაც დიდი რომ გადაგვამზადოთ, რომ ჩვენი ქალაქი უფრო ცნობადი გავხადოთ. აუცილებელია, რომ ყველა ქალაქში, რომელიც ტურისტულ ცენტრად ითვლება, მოხდეს მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენ შეგვიძლია რომ გიშვამდგომლოთ მსგავს პროფესიონალებთან და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდეს გადამზადებითი ტრეინინგი, რათა თქვენ და თქვენაირი დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ სერტიფიცირებული გიდები და გაუზიარონ თავიანთი პროფესიული გამოსვლება სხვა ადამიანებს. გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ისაუბრეს დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ასევე ისაუბრეს ახალგაზრდულ სივრცეებზე, ისაუბრეს განათლების რეფორმაზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შედეგი, ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. ვიცით, რომ რეგიონებში ეს ბოლო შეხვედრა არის ამ მასშტაბით, ასევე ჩვენ თბილისში 23-ში
ვფიქრობდით შეხვედრას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მსურველი არის, შეიძლება გადავწიოთ ეს შეხვედრა თვის ბოლოსკენ და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში, იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ QR კოდის საშუალებით ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და შევეცდებით, რომ მაქსიმალური რაოდენობით დავასწროთ ახალგაზრდები. თითოეულ ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა რიგი პრობლემები დგას ჩვენს რაიონებში და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირებაც შესაბამისი მოყვება და მიეცემა ჩვენს ახალგაზრდებს ეს იქნება სპორტულ თვალსაზრისით თუ სხვა კუთხით განვითარების საშუალება და რა თქმა უნდა ჩემიც და თითოეული მათგანი სრული არის, რომ რაიონებში მეტი ახალგაზრდა დარჩეს და მათ კონდეთ კარგად ცხოვრების საშუალება. როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალგაზრდული სივრცეები რეგიონში, რადგან ისინი შეიკრიბებიან, შეძლებენ სხვადასხვა იდეების დაგენერირებას. მოგვიანებით კი, როდესაც დაუბრუნდებით რეგიონებს, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებს, თუ როგორ განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი რეგიონები. ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა ღონისძიებას, რომელიც ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს. ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის მაშველების და სანაპირო დაცვის სპეციალური ტექნიკა. საპატრულო პოლიცია, მაშველები და სანაპირო დაცვა მთელი ზაფხულის განმავლობაში დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. პარალელურად ამბანის კოშკის მიმდებარე ტრადიციული საზაფხულო ფესტივალი იმართება. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია მიმდინარე ტურისტულ სეზონს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხდება განახლებული ტექნიკური საშუალებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მოგეხსენებათ განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე რეგიონში აჭარაში ყავს მილიონობით ვიზიტორი, შესაბამისად ჩვენთვის თავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ სოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყანა საქართველო კვლავ რჩება როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. ბათუმი არის სრულად მზად ტურისტული საზაფხულო ტურისტული სეზონისათვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და რა თქმა უნდა, თავისი განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რაც დაფუძნებული არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებაზე და ხვალიდელ დღეზე. როცა ჩვენ საუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმზე, განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე, თითოეული პოლიციელის როლი არის განსაკუთრებული. და ვსარგებლობ შემთხვევით მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, რიგით პოლიციელებს დაუღალავი შრომისათვის. სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა. ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულო იქნება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1,801,000 ერთეული ფორმის შეკერვას ითვალისწინებს, რომლებიც ჩინეთში მდებარე სამკერვალოში დამზადდება. სკოლებში ფორმების მიწოდება 3 ეტაპად მოხდება. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი თვალსაზრისით ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. უზრუნველყოფილი იქნება 1,800,000-ზე მეტი ერთეულის შეკერვა შეძენა და ეტაპობრივად 3 ეტაპად იქნებიან უზრუნველყოფილი მოსწავლეები ამ სასკოლო ფორმით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ის ოჯახი, რომლის პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლე ამ ოჯახების ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებიდან გამომდინარე 60,000 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებენ უსასყიდლოდ ფორმის კომპლექტს. სასკოლო ფორმებს განათლების
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეპესე საგანმანათლებლო რესურსები კომპანია Glory Textile Industries-გან შეიძენს. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც 1,801,000 ერთეულ სასკოლო ფორმას ჩინეთში დაამზადებს. ხოლო მისი მოწოდება საქართველოში 3 ეტაპად განხორციელდება. რაც შეეხება სასკოლო ფორმების ღირებულებას და თბილისსა და რეგიონებში მის მიწოდებას, ამის შესახებ საზოგადოებას ივლისის თვეში პერიოდულად ეცნობება. თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საქმეს სპეციალური ქულების მიხედვით განიხილავს. პარალელურად თვალჭრელიძის ქუჩაზე 1600-ზე მეტი ბინის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. რამდენიმე თვეში იძულებით გადაადგილებულ 1600-ზე მეტ ოჯახს სრულიად გარემონტებული ბინები გადაეცემა. პროექტი მოიცავს სრულად გარემონტებული ბინების გადაცემას. ტერიტორია იქნება სრულად კეთილმოწყობილი და ახალაც მიმდინარეობს ეს კეთილმოწყობითი სამუშაოები. იქნება გამწვანებული ტერიტორია, იქნება რეკრეაციული ზონები მოწყობილი, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის. დევნილთა სააგენტოში დაიწყო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ხდომა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ კომისიაზე უნდა იქნას განხილული იმ დევნილ ოჯახების განსახლების საკითხი, რომლებსაც განაცხადი შევსებული აქვთ თბილისში, თვალჭრელიძე მიმდინარე მშენებარე პროექტში ბინის მიღებაზე. კომისია თითოეული ოჯახის საკითხს განიხილავს ინდივიდუალურად და მონიტორინგის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. კამპანიის მიზანია დაავადების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოქალაქეებმა უფასოდ ჩაიტარეს სხვადასხვა სახის სკრინინგი და მიიღეს ექიმების კონსულტაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციას ჯანდაცვის მინისტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონებში ასეთი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და განსაკუთრებულად და ორმაგად მნიშვნელოვანია ასეთი სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელია, ის ყველაზე ახლოს მდებარე და განსაკუთრებულია როლი და დანიშნულება ფუნქცია ზოგადად ასეთი სერვისების ხელმისაწვდომობისა სწორედ ამ ლოკაციაზე. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე წარმატებულია ერთმნიშვნელოვნად, ეს იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია მომართვიანობა, საკმაოდ დიდია ინტერესიც. ერთიანი სამთავრობო მიდგომით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს ზრუნვას და მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რაც ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის დობის აღდგენისა და შერიგების გზაზე. მივიღეთ სხვადასხვა ასაკის პაციენტები, მათ ჩაუტარდათ ექიმის უფასო კონსულტაცია და უფასო გამოკვლევები. შესაბამისად, პედიატრიული დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს პირველად მივიღეთ აქციაში მონაწილეობა და გავსინჯეთ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი პაციენტები. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის უკრაინის ამბოხებულთა არმიის სახელის მინიჭება გახდა. უკრაინის საგარეო უწყებამ კი ვარშავის გადაწყვეტილება სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ასეთი სიმბოლო მოითხოვს არამხოლოდ დამსახურებებს, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემას, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ ამის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ნაწილისთვის უპას გმირების სახელის მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერციმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მერცის თქმით, მიმდინარე ომის ფონზე უკრაინას შეუძლია მიიღოს ასოცირებული წევრის სტატუსი, რაც შუალედური ეტაპია და არ მოითხოვს ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას. გერმანიის კანცლერი 1991 წლის გერმანიის გაერთიანების პრეცედენტზე დაყრდნობით ამ მოდელს ინტეგრაციის დასაჩქარებლად მარტივ და ეფექტურ გზად მიიჩნევს.
ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. თუმცა მას შეუძლია გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხოლო შემდგომში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი თანამედროვე საჯარო სკოლა შენდება. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ დაათვალიერა. ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება 120 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სრულად იქნება მორგებული ბავშვების საჭიროებებზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები და ბიბლიოთეკა. დაიწყო მეწყრული პროცესები და სამხარაულის ეროვნული ბიუროდან ველოდებით კონსტრუქციულ დასკვნას თუ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ სამუშაოები. სამხარაულის დასკვნის შემდეგ უკვე ჩვენ შესაბამის სამუშაოებს დავგეგმავთ და გავაგრძელებთ ეზოს კეთილმოწყობას და ვიმედოვნებთ ამ წლის ბოლოსთვის სკოლა სრულად დასრულდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ფსიქო-სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილი ვეტერანების ხელშეწყობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. პროგრამა 2025 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დევნილ ბენეფიციარებს ფიზიკური რეაბილიტაციის კურსები და პროფესიული კონსულტაციები უტარდებათ. საუბრეთ სხვადასხვა პროგრამებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს. ჩვენი უმთავრესი მიზანი არის მათზე ზრუნვა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მიხარია, რომ ეს პროგრამა იყო შედეგზე ორიენტირებული, კმაყოფილების დონე იყო ძალიან მაღალი. მადლობას მოუხდი აფხაზეთის მთავრობას ამ პროგრამის არსებობისთვის. ქეთს მოვიხრი თითეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც თავისი შრომა, თავისი ჯაფა, თავისი ღვაწლი ჩადო, რომ ეს პროგრამა შემდგარიყო. რუსთავში 10 დღიანი ქორეოგრაფიული ფესტივალის ქართული საკონკურსო დღეები დასრულდა. ბოლო დღეს სცენა გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსულ დიასპორის ანსამბლებს დაეთმოთ, რომლებსაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯილდოები გადასცა. ფესტივალი, რომელიც რუსთავში უკვე მესამედ იმართება, საღამოს 21 საათზე ქართული ხმების კონცერტით დაიხურება. გამარჯვებულ ანსამბლებს რუსთავის მერით ფულად ჯილდოს გადასცემს. დღევანდელი დღე დავუთმეთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს გერმანიიდან, საბერძნეთიდან და შვედეთიდან, ასევე დღეს რუსთავში სტუმრად ყავდა ფესტივალზე ერთ-ერთი კოლორიტული ანსამბლი სამეგრელოდან. 20 ივნისს კი ჩვენი ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება, ასე რომ გელოდებით ყველას რუსთავში. საოცარი სანახაობა მოაწყეს დღეს სცენაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც უდიდესი პატივისცემის ნიშნად სპეციალურად მათთვის დამზადებული თემატური პრიზები გადავეცით. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მათ იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ახორციელებენ. მაგარი შეგრძნება არის, რომ დავიწყოთ ამდენი ხალხი, ემოციები და ვფიქრობ, რომ უფრო ბევრჯერ და უფრო მეტი უნდა იყოს ესეთი რაღაც. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული აწყურობა გაიმართა, ღონისძიებაზე მოეწყო გამოფენა, გაიხსენეს ცნობილი აწყურელი მოღვაწეები და ჩატარდა კონცერტი. ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. ადგილობრივებს დღესასწაული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ ციკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს. ძალიან კარგი საღამო შედგა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო უფროსმა თაობამ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში აწყურის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანეს. აწყური არის ყველაფერი ჩემთვის და მისი მოსახლეობა ყველა ჩემი ახლობელი. ხშირად მოვდივარ სოფელში და აქ არის ჩემი სავანე. ყველას გისურვებთ, რომ ყველას ასე გიყვარდეთ სოფელი, როგორც მე მიყვარს. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება დროებით.